მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით ახალი საჯარო გაშლით. რა გელოდებათ უფრო სწორედ, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომავალი 2 თვის განმავლობაში. როგორც იცით, უნდა აირჩიოთ ამ სამივერიდან ერთ-ერთი, პირველი, მეორე, მესამე, კონცენტრირდით, ბევრი არ იფიქროთ და ისე ამოერჩიეთ. ხოლო პირად კონსულტაციების შესაძლებლად მომწერეთ WhatsApp-ზე, რომლის ნომერიც მითითებულია ვიდეოს აღწერაში. აირჩიეთ კიდევ ერთხელ მეორე ამ სამივერიდან ერთ-ერთი, პირველი, მეორე, მესამე, საჭიროების შემთხვევაში დააპაუზეთ ვიდეო, ოღონდ დიდი ხანი არ იფიქროთ. პირველი, რომელიც მიგიზიდავთ, ის აირჩიეთ და დაწერეთ კომენტარებში. მაშასე დავიწყოთ განხილვა. ენერგეტიკული ბალანსისთვის კი აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი გვერდი. დავიწყოთ განხილვა. ვინც ამოერჩიეთ პირველი ვარიანტი, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომავალი 2 თვის განმავლობაში. პირველი ვარიანტი, ვინც ამოერჩიეთ, მოდი დავიწყოთ ჯერ ამჟამინდელი მიმოხილვით, როგორი მდგომარეობა გაქვთ ახლა. თქვენ ფინანსურად თითქოს ამჟამად ვიღაცაზე ხართ დამოკიდებული. ეს ვიღაც შესაძლებელი იყოს შეყვარებული, შესაძლებელი იყოს ოჯახის წევრი, შესაძლებელი იყოს ნათესავი, ან ასე შემდეგ, მის ფინანსურ მდგომარეობაზე ხართ დამოკიდებული. თითქოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამჟამად ნაწილობრივ სტაბილურია, თუმცა გარკვეულწილად გასავალი გაქვთ მეტი და მომავალში, ახლო მომავალში ელოდებით რაღაც სახის შემოსავალს, შესაძლებელია შემოსავალი ეხებოდეს რაღაც სახის ისეთ შემოსავალს, რასაც ერთხელ მიიღებთ მხოლოდ ერთჯერადად მიიღებთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას აამაღლებს. მომავალი 2 თვის განმავლობაში თქვენ გიჩანთ რაღაც ფინანსური მოგება. ახალი ფინანსური მდგომარეობა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ახალი ფინანსური ენერგიები და თითქოს იმ ვიღაც ადამიანთან ერთად, ვინც გვერდით ყავთ, ვისაც თქვენს ფინანსებს ანდობთ, ან ვისაც დამოკიდებული ხართ ფინანსურად, ამ ადამიანთან ერთად რაღაც ფინანსური მხარე გაგიძლიერდებათ მომავალი 2 თვის განმავლობაში. თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ თითქოს რაღაცები არ შეგიძლიათ, ან რაღაცების მიმართ ცოტა უარყოფითი შეხედულება გაქვთ სამსახურის მიმართ ან რაღაც, თუმცა მომავალი 2 თვის განმავლობაში ჩანს სრულიად ახალი პერსპექტივები, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ ფინანსურად დასტაბილურდეთ და გათანაბრდეთ. მომავალი 2 თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში შემოდის ახალი ფინანსური ენერგიები, რომელიც გაბალანსიათ და გაძლევთ რაღაც შესაძლებლობებს, რაღაც შესყიდვები, რაღაც არ ვიცი, ინვესტიცია, რაღაცის გაღება, რაღაცას ყიდულობთ, რაღაც ნივთებს ან სასურველ პროდუქტს ყიდულობთ მომავალი 2 თვის განმავლობაში, რასაც გარკვეული პერიოდის წინ ნატრობდით. გასავალი ამჟამად ბევრია ფინანსების, თუმცა ჩანს გარკვეული შემოსავლები, შესაძლებელი იყოს ერთჯერადი შემოსავალი, ან შესაძლებელი იყოს კარგი ხელფასი, რომელიც თქვენ საშუალებას მოგცემთ მომავალი 2 თვის განმავლობაში რაღაც განახორციელოთ, რაც დიდი ხანია გინდათ. მაინც და მაინც აქ ძალიან დიდი ფინანსური წინსვლა არ შეინიშნება, თუმცა ჩანს ის ფინანსური წინსვლა და ჩანს ის ფინანსური წარმატება, რაც დაგაკმაყოფილებთ და რაც მოგანიჭებთ იმის შეგრძნებას და ასე ვთქვათ, კმაყოფილებას, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და რაღაცის განხორციელება შეგიძლიათ თქვენ ცხოვრებაში ამ ფინანსებით. ეს იყო პირველი ვარიანტის განხილვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ენერგეტიკული ბალანსისთვის დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ გვერდი, ხოლო პირადი კონსულტაციებისთვის მომწერეთ WhatsApp-ზე. ვინც ამოერჩიეთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი საკმაოდ საინტერესოა. განვიხილოთ მეორე ვარიანტი. პირველთან რაც აქვს მსგავსება, ეს არის ის, რომ ესე იგი თქვენს ცხოვრებაში ამჟამად ფინანსური გასავალი არის ძალიან ბევრი. დიდი ფინანსური გასავალი გაქვთ საკმაოდ, შესაძლებელია ეს ფინანსური გასავალი ეხებოდეს დასვენებას, ან მოგზაურობას, ან სადმე წასვლას და ასე შემდეგ და სწორედ ეს ფინანსური გასავლის გამო, ამ ფინანსების გასავლის გამო თქვენ ფიქრობთ, რომ მომავალი 2 თვის განმავლობაში თქვენი ფინანსები იქნება არასტაბილური და ვერ შეძლებთ გარკვეული რაღაცების რეალიზებას. რეალურად თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომავალი 2 თვის განმავლობაში დასტაბილურდება. შესაძლებელია ახლა ცოტათი არასტაბილურობები შეინიშნებოდეს, ცოტა უფულობა, ან შესაძლებელია ძალიან დიდი გასავალი გქონდათ რაღაც საკითხთან დაკავშირებით, ან შესაძლებელია საკითხი ხებოდეს ჯანმრთელობასაც. თუმცა მომავალი 2 თვის განმავლობაში იქნება რაღაცა შემოთავაზებები, რაღაც ფინანსური წინსვლა, რაც სრულიად დაასტაბილურებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. მომავალი 2 თვის განმავლობაში თქვენ უნდა ელოდეთ რაღაც შემოთავაზებას ფინანსებში ვიღაც პირის მხრიდან, რომელიც მოგანიჭებთ თქვენ ფინანსებს.
ასევე მომავალი 2 თვის განმავლობაში თქვენ უნდა ელოდოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურებას. თუ თქვენ ნერვიულობთ ახლა იმაზე, რომ თქვენი ფინანსები არასტაბილურია, სანერვიულო არაფერია. რადგან მომავალი 2 თვის განმავლობაში ეს ავტომატურად დაალაგდება, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში მოდის რაღაც ხელფასი, შესაძლებელია ეს ფული მოდიოდეს საზღვარგარეთიდან, რაღაც ჩარიცხვა, რაც დაასტაბილურებს სავსებით თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. და ახლა როგორც ხართ ცოტა არასტაბილურად, ცოტა არეულად, ეს ყველაფერი სრულიად დასტაბილურდება, სანერვიულო კი არაფერია. ტარო მოგიწოდებთ იმისკენ, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეინარჩუნოთ ბალანსი და არ იფიქროთ უარყოფითზე, რადგან თქვენი ფიქრები მატერიალიზდება. იფიქრეთ კარგზე, იფიქრეთ კარგ ფინანსურ შემოსავლებზე. და ასევე ტარო გირჩევთ, რომ დააზოგოთ ფული და ეცადეთ, რომ გაწონოს სწორად თქვენი ფინანსები. ეს იყო მეორე ვარიანტის განხილვა. მეორე ვარიანტებს არ გაქვთ სანერვიულო, დაალაგდება მომავალი 2 თვის განმავლობაში ნაწილობრივ ყველაფერი. და ვინც ამორჩეთ მესამე ვარიანტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და შეგახსენებთ. ენერგობალანსისთვის გთხოვთ დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ გვერდი ელიაჰის არკანი. მაშასე ვინც ამორჩეთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი ძალიან საინტერესოა იმით, რომ ახლა თქვენს ფინანსებში შესაძლებელი იყოს ზოგთან სტაბილურობა, ზოგთან არასტაბილურობა. თუმცა თქვენი ფინანსური მესამე ვარიანტებს გეხებათ განსაკუთრებით თქვენი ფინანსური, ასე ვთქვათ, ზარალის შესაძლებელი არ ეკქვას ამას გასავალი რაშიც არის ის, რომ გიყვართ ფულის ფლანგვა. გიყვართ ფულის ფლანგვა, აი გიყვართ რაღაც ნივთების ყიდვა, რაღაც ფინანსური რაღაცების შეძენა, რისი საჭიროებაც არ გაქვთ, ანუ რაც ძალიან არ გჭირდებათ. და სწორედ ამიტომ ხან ფინანსურ არასტაბილურობაში ვარდებით. თუმცა, ამის მიუხედავად, შესაძლებელია ითქვას, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა არ არის სადარდებელი, არ არის ახლა ცუდად და არასტაბილურად და მომავალი 2 თვის განმავლობაშიც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. აქაც რაღაც გარკვეული სახის შემოსავლები ჩანს, თუმცა ჩანს უფრო ახალი პერსპექტივები. რაღაც ახალი პერსპექტივები, რომელიც უკავშირდება მუდმივ შემოსავალს, რამდენიმე თვე დასაქმება, ან რაღაც ახალი სამსახური, რომელიც თქვენ ცხოვრებაში შემოიტანს ფინანსურ წინსვლელთა წარმატებას, უბრალოდ ტარო არჩევასაც გაძლევთ არ გაფლანგოთ ეს ფული და ეცადეთ, რომ ფული გამოიყენოთ ცხოვრებისეული საჭიროებებისთვის, იმისთვის, რისთვისაც გჭირდებათ. და ეცადეთ, რომ ეს ფინანსური ენერგია დაასტაბილუროთ, გამოიყენოთ დადებითი რაღაცისკენ, ისეთი რაღაც შეიძინოთ, რაც გჭირდებათ, ისეთი რაღაცისთვის დაზოგოთ ფული, რაც გჭირდებათ და ასე შემდეგ. ასევე რასაც ამბობს ტარო, არის ის, რომ მომავალი 2 თვის განმავლობაში თქვენ ზოგიერთი თქვენგანი შესაძლებელია გეგმავდეს რაღაც ფინანსური მის გამოტანას. შესაძლებელია ანაბარზე გქონდეთ თანხა და გამოიტანოთ და რაღაცისთვის გამოიყენოთ. ამ პირიქით ანაბარზე შეიძლება შეიტანოთ და დააგროვოთ რაღაც ფულის დაგროვება ჩანს თითქოს ამ აგროვებთ რაღაც სიმდიდრეს, რაღაცისგან იღებთ შემოსავალს, რაღაც დაგროვებისგან, ან შენატანისგან, ან რაღაცის ჩაბარებისგან. კარგი ფინანსური შემოსავალი ჩანს საკმაოდ და მომგებიანიც. კარგთან ერთად ეს თქვენი ფინანსური შემოსავლები, რომელიც მომავალი 2 თვის განმავლობაში იქნება ხანგრძლივად მომგებიანი, იმიტომ რომ თქვენ ზოგიერთს გიჩანთ ახალი სამსახური, ზოგიერთს გიჩანთ რაღაც თანხის შეგროვება, ან რაიმე მსგავსი, რაც ვილაპარაკე. მომავალი 2 თვის განმავლობაში თქვენი ფინანსური მდგომარეობა იქნება კარგი, ახლაც არ არის ცუდი, ახლაც სტაბილურობისკენ მიდის, უბრალოდ თქვენ შესაძლებელი უყურებდეთ ისე, რომ ცოტა დაძაბულია, ცოტა არასტაბილურია, თუმცა ეს ასე არ არის. რეალურად კარგად არის ფინანსური მდგომარეობა, უბრალოდ რასაც გირჩევთ, არ გაფლანგოთ და არ ასე ვთქვათ, დახარჯოთ ფული ისეთ რამეში, რაც არ გჭირდებათ. რისი საჭიროებაც აუცილებლად გაქვთ, რაც გჭირდებათ, რაც გსურთ ძალიან რო გქონდეთ, ან რაც საჭიროა თქვენ ცხოვრებაში, იმაში ჩადეთ ინვესტიცია, იმაში განახორციელეთ ფინანსური გაცემა. თუ არ გაქვთ ფინანსები რაღაც ზედმეტის ყიდვისთვის, მაშინ კონცენტრირდით მხოლოდ იმაზე, რაც აუცილებლად გჭირდებათ. თქვენი ფინანსები მომავალი 2 თვის განმავლობაში შეივსება და საკმაოდ მომგებიანი რაღაცები გელოდებათ მომავალი 2 თვის განმავლობაში. ეს იყო სამივე ვარიანტის განხილვა. დაწერეთ კომენტარებში, როგორ რეზონირდა თქვენზე გაშლა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ WhatsApp-ზე. WhatsApp-ის ნომერი და Viber-ის ნომერი მითითებულია აღწერაში. პირადი კონსულტაციები ტარდება ონლაინ. თითოეული თქვენგანის კითხვები, ყველაფერი იქნება კარგად განხილული. თქვენი ენერგეტიკა, ჯანმრთელობა და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მოგესურვებათ. ენერგეტიკული ბალანსისთვის დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ გვერდი ელიაჰის არკანი. მომავალ შეხვედრამდე მშვიდობიანი საღამო ან მშვიდობიანი დღე. ნახვამდის.